ნადგურდება თუ არა გელათი და ნადგურდება თუ არა იგი მიზან მიმართულად რა ვითარებაა ამ წუთას გელათში თემაზე საუბარს სტუმართან არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელ და სამოქალაქო აქტივის თორნიკე ბარათაშვილთან ერთად ვაგრძელებთ სამომშვიდობის ბატონო თორნიკე ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი უპირველეს ყოვლისა უნდა გითხოთ რეალურად რა ვითარებაა ამ წუთას გელათში იმიტომ რომ მეხუთე ზამთარი მოვიდა უკვე და საინტერესოა რამდენად საიმედოთაა გადახურული გელათი აი ამ ზამთრისთვის შესახვედრად და ამ ზამთრის გადასატანად. მოგესალმებით მაყურებელს მივესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ ახლა მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ვაშინგტონისკენ, კაპიტოლიუმისკენ. ამ ფაქტს ჩვენ ასე მარტივად ვერ ავერიდებით. ამ წუთებში ხდება სწორედ ის პროცესი ისტორიული 15 წუთში დაიწყება ისტორიული მოვლენა და ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ და მე პრინციპში დარწმუნებული ვარ რომ ეს 4 წელი რადიკალურად შეცვლის ვითარებას მათ შორის დაამყარეს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში, რაც უკრაინელი ხალხის ინტერესია, მშვიდობის ინტერესია, ცივილიზებული სამყაროს ინტერესია და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც მოვცილდებით რუსულ გავლენის სივრცეს და მოგვეცემა შანსი თავისუფლად განვითარების და ევროპა კავშირში სრული ინტეგრაციის. რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას გელათში ეს კონტექსტიდან ძალიან მოცილებული ვერ იქნება, ხო? ამ რეალური კონტექსტიდან, რაში ჩვენი ქვეყანა ახლა არის მოხვედრილი. სამწუხაროდ ჩვენ აქ ხედავთ 4 წლიან ერთის მხრივ ბუნდოვანებით მოცულ პროცესს, მაგრამ თქვენ როგორც თქვით, შეფასებები შეიძლება ახლა უკვე უფრო გამოიკვეთოს, არის თუ არა ეს მიზანმიმართული ვითარება შექმნილი ხელოვნურად თუ ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის არაპროფესიონალიზმი. ეს რომ არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა იყო ეს იმთავითვე გამოჩნდა 2015 წლიდან მიმდინარე პროცესში, როდესაც 2020 წელს უკვე ხარაჩოები პრაქტიკულად გაიტანეს, ჩაბარებულად ჩათვალეს სამუშაოები, რომელიც კოლოსალური თანხა დაუჯდა გადასახადის გადამხდელს, ბიუჯეტს, იყო იქ შემოწურულობა, ტრად წარმოჩენილი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, ასე ვთქვათ, ამერიკული შეერთებული შტატების საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდისგან $600,000 ოდენობით. გარდა იმისა, რომ ეს თანხები ყველაფერი ახლა უკვე ქარს აქვს წაღებული და თანხების მობილიზება ყოველთვის შესაძლებელი, როცა ამ მნიშვნელობის ძეგლს ეხება საკითხი, მაგრამ ამ წუთას ვისი გეგმით ან რა პროექტით მიმდინარეობს? გეტყვით, ანუ და მეორეს მხრივ დადასტურდა ამით, რომ არ არსებობდა რანაირი კვალიფიკაცია ასეთი ძეგლის რეაბილიტაციის, მისი მართვის და შედეგებიც ცალსახაა, ხო? ახლა რაც ხდება, უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, თითქმის 2 წელიწადია უკვე რაც გადაიბარა სამუშაოები უკვე საპატრიარქოს წიაღში არსებულმა რეაბილიტაციის კომიტეტმა. აქვე უნდა აღვნიშნოს, რომ საპატრიარქოს ასევე არ აქვს ეს კვალიფიკაცია. საპატრიარქოში არის გარკვეული ინსტიტუციური სტრუქტურიზება და გარკვეულად კონკრეტული ადამიანები თუ კონკრეტული ჯგუფები იღებენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, საზედამხედველო ფუნქციას ძეგლების ყურადღების სივრცეში არსებობასთან დაკავშირებით, მაგრამ ძეგლის რესტავრაცია, რეაბილიტაცია ითხოვს სერიოზულ ცოდნას, გამოცდილებას, კვალიფიკაციას, უნარებს, რომლებიც აი ამ ინსტიტუციაში, რომელსაც აქვს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქცია, არ არსებობდა. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფომ, რომელსაც ვალდებულება აქვს მართოს ძეგლები, მოახდინოს რეაბილიტაცია, კონსერვაცია, რომელსაც აქვს ვალდებულება შეინახოს კულტურული მემკვიდრეობა, მინიმუმ ისე როგორც მას დახვდა, გადააბარა ეს ფუნქციების მოვალეობები საპატრიარქოს და მაშინვე ჩვენ ქონდა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახლად შექმნილი კომიტეტი, რომელიც შერეული კომიტეტია, ვერ მოახდენდა იმ ამოცანების სწორად შესრულებას, რომელიც მათ დაისახეს და აგერ მიდის უკვე 2 წელი და პრაქტიკულად ყველა ვადა, რომელიც მათ დააწესეს გასულია. 31 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო. ეს იყო ბოლო ვადა. მე გეტყვით რა იყო ქრონოლოგია, როდესაც 23 წლის ბოლოს უკვე დეკემბერში ჩამოვიდა კომიტეტის ხელმძღვანელობა გელათში, მაშინ აღნიშნეს, რომ 24 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, იქ ერთი თვე დაჭირდებოდა ხანგრძლივობით ამ სამუშაოებს და ყველაფერი მორჩებოდა უკვე გაზაფხულის მიწურულს 24 წლის. შემდეგ უკვე მიზეზებად დასახელდა წვიმიანი სეზონი, მოგესალმებით სეზონები ცვალებადია ჩვენთან და უნდა ველოდოთ ხოლმე წინასწარ, ცნობილია თუ რა დროს რა გართულებები შეიძლება მოყვეს. ამინც უკვე უშუალოდ ზაფხულზე დაიწყო სამუშაოები და დასახელდა პირველ ვადად 15 აგვისტო.
მოვიდა 15 აგვისტო, სამუშაოები არ იქნა შესრულებული, ვერ იქნა ჩაბარებული, ის კი არა საწყის ეტაპზე იყო. შემდეგ უკვე გაგაწყვეტინებთ, მე მაინტერესებს დაზიანებული კრამიტი მაინც თუ ამოხსნილი. არა, ანუ ქრონოლოგიურად იმიტომ მივყვები, რომ აუხსნა ადამიანებს, რომელთაც ეს აინტერესებს, სხვათა შორის თქვენს დღეს მივაქცია ყურადღება თქვენს page-ზე დადებული ჩვენს ვიდეოზე, რომ იქ იყო გამოხმაურება ადამიანებს მართლა აინტერესებთ რა არის ამ ყველაფერს უკვე, ამიტომ რომ გაურკვეველია ყველასთვის რა გახდა ერთი დროებითი სახურავის 4 წლის მანძილზე მონტაჟი. ხო, ეს ხო წარმოუდგენელი. ეს ხო მართლა შეუძლებელია, რომ 4 წელი მოანდომო იმას, რომ დროებითი გადახურვაც კი რომელიც რა თქმა უნდა არ ეხება კრამიტს და გამოვეხმაურები აუცილებლად თქვენ შეკითხვას, უზრუნველყო ისე რომ ქოლგისებრი გადახურვის ქვეშ იყოს მოქცეული ტაძარი, დამატებით რო არ დაზიანდეს აი ამ მიზნით. შეეხება კრამიტს, კრამიტის ფენილი იქ არსებობს. კრამიტის ფენილი ზემოთ არის უხარისხო დროებითი გადახურვის, ანუ ფირფიტები, უშუალოდ თუნუქის ფენილი, რაც უნდა მომხდარიყო ამ დრომდე და ეს მე იმ პოსტში ჩვენ გვიწერია, რომ ეს უნდა მომხდარიყო 2020 წელს, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ აღიარება მომხდარიყო პრობლემის და მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხარვეზია, ეს არ არის რაღაცა გრანდიოზული, ასე ვთქვათ, პრობლემები შექმნილი, ეს დამახასიათებელი ხარვეზია ნებისმიერი რესტავრაციისთვის ევროპაშიც თუნდაც, ეს იყო ოფიციალური განცხადებები, ეს მე არ გეუბნებით ახლა რაღაც ჭორებს და სადღაც მოსმენილ ამბებს, ხო? ეს იყო ოფიციალური განცხადებები, რომლებიც შესაბამის სტრუქტურებიდან სააგენტოს ხელმძღვანელების მხრიდან კეთდებოდა, სამინისტროს ხელმძღვანელების მხრიდან კეთდებოდა. მაშინ არ აღიარებდნენ პრობლემებს, შესაბამისად მოვედით იქამდე, რომ გაცდა უდიდესი დრო. 4 წელია გაცდენილი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაჟღენთილია კედლები დღემდე, რამდენადაც სახურავი არის დატენიანებული და იმის მოხსნის გარეშე იქ სიტუაცია ვერ შეიცვლება, არის ტენიანობა შეცვლილი, არის შიდა კლიმატი შეცვლილი, რაც ზუსტად გამოწვევია იმ პრობლემების, რაც დღეს გვაქვს ჩვენ კედლის ხატრობასთან და მოზაიკასთან დაკავშირებით. ძირითადად ტაძარში გაგაწყვეტინებთ ის ეგრეთ წოდებული ქოლგისებური გადახურვა, რაც ახლა ადგას, არ ადგას, არ შევიყვანო საზოგადოებაში შეცდომაში, ქოლგისებური გადახურვის გარკვეული სეგმენტები ადგას ახლა გელაც და იმ ვიდეოში კარგად ჩანს, ხო, რა ჩვენ გავავრცელეთ, რომ აქ ანუ ის არ არის ეს სეგმენტები რა თქმა უნდა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქოლგისებური გადახურვა სწორედ ხსნიდი ვადებს, რომ მეთქვა, რომ საბოლოო ჯამში ვადათ 4ჯერ გადადების შემდეგ, რომ განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრამდე რომ უნდა ჩაბარებულიყო, ეს სამუშაოები 16 სექტემბერს შეწყდა. მის მიერ საერთოდ ჩვენ არ აგვაქვს პასუხი სააგენტოს მხრიდან რა ხდება. შესაბამისად, ეს სანახევროდ გაკეთებული სამუშაოა. სანახევროდ გაკეთებული სამუშაო იმ მიზანს, რომ დაცული იყოს ტაძარი, საუბარი მაქვს ძირითად ტაძარზე, მაგრამ აქვე აღსანიშნავია წმინდა გიორგის ეკლესია, რომელზეც მიუხედავად ჩვენი მუდმივი აპელირებისა, რომ იგივე პრობლემებია იქაც და იგივე ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს, რომ იქაც რაღაცა გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ტაძარშიც ეს არ მოხერხდა და სანახევროდაც არ არის გაკეთებული, იმაზე საუბარიც კი არ დაწყებული. ამიტომ მე გიხსნით ახლა იმ ქაოსს, რაც დღემდე არის გელათის ირგვლივ, იმ გადაუწყვეტელობას, იმ აღიარების დეფიციტს, ასევე კონკრეტული მიმართულებებით, რამაც უზრუნველყო ის, რომ ჩვენ შეიძლება პირდაპირ ვთქვათ დღეს, რომ როგორც ხელისუფლებას, ისე იმ რგოლებს, რომლებსაც დღეს ვალდებულებები აქვთ აღებული, კულტურული მემკვიდრეობის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ხო? აი ვიცი, გაერთიანებული საქართველოს ყველაზე უფრო საამაყო პერიოდის სიმბოლო. გელათის მონასტერი სიმბოლო ბევრი მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, და ამაზე ხო არ ვისაუბრებ ჩვენ ხო ვინც გვისმენს, რომ ყველა მიცის ყუათიანა და მეორე იერუსალიმი განათლების კერა, რომელიც იყო ამბიცია მაშინდელი ეპოქის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო აი ამ რეგიონში და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და მაშინ ეს ასეც იყო პრინციპში და დავით აღმაშენებელმა საიდან ჩამოიყვანა, ხო? განათლების გასაცემად ადამიანები, რომელსაც ამის ღრმა გამოცდილება ჰქონდა და სიბრძნე, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხერხდა და ჩვენ ახლა თან უნდა წარმოვიდგინოთ რა ხდება იქ, სადაც ჩვენმა თვალმა ჯერ ვერ მიაღწია და სადაც არ არსებობს ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობდით ამ წლების მანძილზე, რომ ბევრგან ყოფილიყავით, ბევრგან გვენახა, ჩვენ აღმოაჩინეთ პრობლემები ნიკორწმინდაში, აჭის მონასტერში, გურიაში, სხვადასხვა ძეგლებზე და უამრავი ასეთი, რომელიც ჩვენ არა და სხვებმა აღმოაჩინეს და აღმოსავლეთ საქართველოში ყინწვისის მაგალითი გვახსოვს, ხო? გვახსოვს უამრავი ქოროღოსი კოშკი და ასე შემდეგ, რომელსაც მიადგა და ეს ყველაფერი გახსოვთ ხო, ალბათ საიდან დაიწყო? ეს ყველაფერი 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც წინა ხელისუფლების, აი ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა წინა მინისტრმა გიორგაძე არის მისი გვარი და ალბათ ისტორია მას კარგად შემოინახავს და დაიმახსოვროს, მაგრამ საზოგადოებასაც უნდა ახსოვდეს, მე მგონი, რადგან დიდი დრო არ არის გასული, სულ 11 წელი მიდის. დაჩქარებულ ვადებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის რამოდენიმე საათში მოხსნით, ფორსირებულად რამოდენიმე, ასე ვთქვათ, 10 თუ 12 მანიპულაციის ჩატარებით ერთ დღე-ღამეში მიიღეს გადაწყვეტილება და დაანგრიეს საყდრისი.
აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინ რომ საზოგადოების სიფხიზლე შესაბამის დონეზე ყოფილიყო, ჩვენი თუ შეგნება რომ ამ პროცესთან დაკავშირებით უფრო გააქტიურებული ყოფილიყო მზერა ამ კუთხით მიპყრობილი, ჩვენ ალბათ გელაც ასე არ მივიღებდით და ბევრ რამესაც გადავარჩენდით. აი ზუსტად ეს 10 წლიანი მონაკვეთი ყვება იმ ისტორიას და იმ დამოკიდებულებების შესახებ გვიმხელს ზოგადად, რა დამოკიდებულებების სამხედროების გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის. საპატრიარქოს დამოკიდებულება როგორია ამ საკითხში? საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ წლების მანძილზე და მე ამას საჯაროდ ვამბობ ყველგან, პირველი 2 წლის მანძილზე საპატრიარქო საერთოდ განცხადებებსაც არ აკეთებდა, ჩვენ მქონდა გადაკვეთა, იქ იყვნენ ჩამოსული გარკვეული, ასე ვთქვათ, საპატრიარქოს წარმომადგენლები იმ რგოლში, რომელროგორც ხუროთმოძღვრების მიმართულებით, ხო? აბა ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი, რომელმაც მოინახულა მაშინ ეს საუბარი მაქვს, თუ ახლა სწორად მახსოვს და არ ვცდები 2021 წლის აგვისტოს თვე, როცა მოინახულა და თქვა რომ საგანგაშო არაფერი ხდებოდა თურმე ეს აჟიოტაჟით იყო გამოწვეული. საბოლოო ჯამში ხო ყველამ კარგად ნახა რა არის გელათი დღეს, ხო? თუ კი ეს პირველი წელიწადნახევრიანი მონაკვეთი იყო ჩვენთვის პირადად, მაგრამ ჩვენ სირთულეებს ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან რთული პროცესისთვის, რომ მართლა ყველასთვის მიგვეტანა ამბავი, რომ გელათს ძალიან დიდი სირთულეები აქვს და პერსპექტივა კიდევ უფრო უარესი, დღეს ხო ეს ყველა მიცის. ვიღაცა შეიძლება განგებ თვალს ხუჭავდეს, შეიძლება ეს თემა ამ თემას გაურბოდეს რაღაცა мотивაციებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ვინმე არსებობს საქართველოში, ვინც არ იცის გელათის გაჭირვების შესახებ, იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც თავს დაგვატყდა ყველას ერთად გელათის დაზიანებით, არავინ, ხო? ჩვენ ხო ვინმე ვიცით, ვინც ამაზე დაისაჯა, აქ რაღაცა დასჯის მოწოდებას კი არ ვაკეთებ მე. პირველ რიგში გელათია გადასარჩენი. მაგრამ პასუხისმგებლობა მე გეტყვით, რომ 2020 წლის ივლისის შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრო იმისათვის, რომ სახელმწიფოს გამოეკვეთა უბრალოდ მინიმუმ პასუხისმგებელი რგოლები იმისთვის, რომ გაგვერკვია რა მოხდა ამ საქმეში, ხო? და ჩვენ ნახეთ, რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა უბრალოდ გაიზიარა რაღაც თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და ცოტა ხნის შემდეგ ამოვაჩინეთ, რომ ეს ადამიანი უბრალოდ სხვა სტრუქტურაში გადაალაბორანტეს. არ ჩამოალაბორანტეს, ხო, როგორც ჩვენიც რომ წერლის სიტყვა რო გამოვიყენოთ, ხო? გადაალაბორანტეს, მაინც არ დაუქვეითებიათ ეს ადამიანი, ხო და აი ეს არის დამოკიდებულება უბრალოდ, ამას ხო საპრევენციო ფუნქციაც აქვს. მე მაინტერესებს, თუ ხართ საქმის კურსში, იტალიელები ჯგუფი ჩამოვიდა, თუ არ ვცდები, ნარდი იყო პროფესორი, ვინც ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს, რომელსაც თავის ჯგუფთან ერთად უნდა შეესწავლა ის დაზიანებები, რომელიც ამ წუთას გვაქვს სახეზე. თუ იცით თქვენ რა ბედი ეწია ამ ადამიანების საქმიანობას, როდის შეისწავლიან, იმიტომ რომ მაშინ როგორც ინტერვიუდან მახსოვს საკმაოდ დიდი დრო დაასახელეს ნიმუშების შესწავლისთვის, ვადები რა დასახელდა, როდის იქნება პასუხები მათ მიერ წაღებული, თუ არ ვცდები და თუ დეზინფორმაციას არ ვავრცელებ, წაიღეს ხო ნიმუშები იტალიაში? ნიმუშები არა, ეს კვლევა იყო, გარკვეული ტიპის სხვადასხვა მიმართულების კვლევა, აქ საუბარი გვაქვს ოღონდ მხოლოდ ერთ სეგმენტზე, პროფესორი ნარდის შემთხვევაში ეს არის მოზაიკის სეგმენტი, სხვაზე არაფერზე არ მუშაობს, ხო? იმიტომ რომ ახლა იქ სხვადასხვა მიმართულებით არის პრობლემები, კედლის მხატვრობაზეა პრობლემები არის გადახურვაზე, პრობლემები არის მოზაიკაზე, ხო? მხოლოდ ერთზე არის ამ შემთხვევაში ნარდის შემთხვევაში საუბარი, იქ დასახელდა მაშინ თუ გახსოვთ ერთი წელიწადი მხოლოდ კვლევისთვის, ხო? თუმცა კვლევის წინარე სტადიაზე უკვე მისთვის ცნობილი იყო სიმძიმის შესახებ. ხო, ეს დაზიანების სიმძიმე რამდენად დიდია. სადაც ნათქვამი იყო, რომ კედელს უშუალოდ მოზაიკის ფენა მოცილებული არის 99% შემთხვევაში. ხო? ახლა ეს ისტორიული დაზიანებების პროცენტი ამ ნაწილში რამდენია, შემდეგ რამდენი დაემატა, რამდენად ეს კვლევები მანამდე არ ჩატარებულა, ამაზე საუბარი ახლა იქნება მხოლოდ ვარაუდი, მაგრამ იმ ძირითადი დაზიანებებიდან, იმ ძირითადი ფონიდან, იმ ძირითადი, ასე ვთქვათ, კლიმატიდან, რაც შექმნილია უშუალოდ მთლიანად ინტერიერში, რა თქმა უნდა, ბატონი ნარდი არ უარყოფს და ვერც უარყოფს, რადგან ამას პროფესიონალური მიდგომა აქვს, და მისი პასუხისმგებლობაა ეს, რომ იქ არის მდგომარეობა ძალიან რთული. აი ეს უკვე ნათქვამია და დანარჩენი არის კვლევის ეტაპი, მაგრამ ნახეთ რა არის, ჩვენ იუნესკომ მოგთხოვა გელათის რეაბილიტაციის საერთო გეგმა. ეს იყო გაწერილი შავით თეთრზე, რომელიც მოთხოვნილი იყო კონკრეტულ ვადებში გასაწერად. ეს ვადები უკვე გასულია. გეგმა არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, დროებითი გადახურვის პროექტიც კი არ არსებობს. ახლა ჩვენ ხედავთ ნაწილობრივ გაკეთებულ სეგმენტებს, რომელიც უნდა დამთავრებულიყო გარკვეული პერიოდის წინ ეს ვადები გასულია, ახალი ზამთარი დადგა, მეხუთე ზამთარი დადგა
და ჩვენ ისიც არ ვიცით, როდის განახდება სამუშაოები, ხო? არ გვეუბნებიან ამას. არანაირი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომლის გამოც შეიქმნა სინამდვილეში კონკრეტული პლატფორმა, ინტერნეტ პლატფორმა, საიდანაც ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ პირველ წყაროდ ინფორმაციას ჩვენგან ყველა გაიგებთ. ეს უბრალოდ არსებობს, მაგრამ არ ფუნქციონირებს. იუნესკოსთან თუ გვექნება გარდა იმ უზარმაზარი პრობლემისა, რაც გელაც ჭირს პრობლემა. რა თქმა უნდა, იუნესკო არის ახლა საზედამხედველო, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ იუნესკო არის რეკომენდატორი რგოლი, ხო, რომელიც შენ გაძლევს რეკომენდაციას, რამდენადაც ეს არის იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში არსებული ძეგლი, ხო? შესაბამისად, მათ სტატუსი ხო არ მოიხსნება. რა თქმა უნდა, აქვს პასუხისმგებლობა. სტატუსის მოხსნა როგორი საკითხია, ჩვენ ვიცით, ამის გამოცდილება არსებობს ბაგრატის დაძერთან დაკავშირებით სტატუსის მოხსნაზე, ხო? ეს არის სამუშაო, რომელიც ბიუროკრატიული სამუშაოა, ასე ვთქვათ, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე არაფერი გამორიცხული არ არის. პირველ ასე ვთქვათ, პრიორიტეტად საქართველოს მოსახლეობის ქართველი ერის, რა ვიცი, ნებისმიერ როგორაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სახელმწიფოს არის ინტერესი, არის პრესტიჟი ის, რომ ეს რაღაცა ქაოსი, ბუნდოვანება, ბურუსი, უბედურება და ტრაგედია, რაც ახლა ჭირს გელაც, ეს წერტილი დაესვას. აქ ნუსხებზე არ უნდა იყოს ამ ეტაპზე საუბარი, ხო? ამისთვის ჩვენ იუნესკო გვაძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს, ნაბიჯ რა უნდა გაკეთდეს, თუმცა თქვენ რო გადახედოთ თუ რა აქვს გამოგზავნილი იუნესკოს და რა კეთდება, აქ არის უბრალოდ კარდინალური აცდენა. ვინ კურირებს იმ სამუშაოებს, რასაც იუნესკო თავაზობს ქართულ ხალხს გელათის, კონკრეტულად გელათის გადასარჩენად. კომიტეტი, რომელიც არის სარეაბილიტაციო კომიტეტის სახელით ცნობილი, გელათის საპატრიარქოსთან არსებული გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, მას ყავს შერეული ჯგუფი. მას ყავს ქართული მხარე, მას ყავს რეკომენდატორები და ხაზგასმელი ეს შეკითხვა, ეს სიტყვა რეკომენდატორები უცხოეთიდან. იმათ აქვთ რეკომენდაციის გაცემის შესაძლებლობა, საშუალება, მაგრამ იმათ არ აქვთ იმპერატიულობის კატეგორიულობის უფლება, ხო? შესაბამისად, მათგან გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ნაწილია აქ მნიშვნელოვანი. არასდროს არც ერთ ეტაპზე ჩვენ არც ერთი უცხოელი სპეციალისტის მიმართ არ ქონია სკეპტიციზმი წინასწარ გამოთქმული, რომ ეს ადამიანები არაპროფესიონალი იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კვალიფიკაცია აცდენილი იყო, ასე ვთქვათ, რეალობას. ზოგიერთი ექსპერტის შემთხვევაში ეს ამბავი ახლა უკვე აღარ არის აქტუალური, ის ხალხი უკვე წასულია გელათის, ასე ვთქვათ, საქმიდან, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში იყო იქ სხვადასხვა მეცნიერები, სხვადასხვა პროფესიონალები, რომლებიც ასევე რეკომენდატორების ფუნქციით იყვნენ აღჭურვილი, ჩვენ წინასწარ არ გამოვთქვამდით არასდროს სკეპტიციზმს, მაგრამ სადაც პრობლემა იყო აღსრულების ნაწილში იყო, ანუ ქართულ ნაწილში იყო პრობლემა, როდესაც უკვე ჯგუფს უნდა ემუშავა რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახლა უბრალოდ საერთოდ გეგმა, ხო? ორი რამე უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს საერთო გეგმა მართვის, ანუ ეს ყველა კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს ერთად, კომბინაციაში, ანუ მართვის გეგმას რო ჩახედა, იქ უნდა იყოს კლიმატოლოგია, იქ უნდა იყოს არქიტექტურა, იქ უნდა იყოს არქეოლოგია, რასაც წარმოიდგენთ, ყველაფერი იქ უნდა იყოს, რაც შეეხება გელათის მონასტრის არამხოლოდ გალავანში არსებულ რეალობას, ხო? შესაბამისად, იქ არტერიული წყლების გემოქმედება არის და ამ შემდეგ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მაგრამ არათუ ეს მსუყე და მნიშვნელოვანი დოკუმენტი, უბრალოდ პროექტიც კი, რომელიც გულისხმობს, რომ აი ზუსტად ეს კონსტრუქცია, რომელიც ახლა არის გამზადებული, მაგალითად გუმბათის ყელის მოსაწყობად, რა ტიპის სამუშაოებს ითვალისწინებს და როდის. ესეც არ გვაქვს. და თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა თქვენ ტელევიზიაში ხო პირველად არ ვსაუბრობთ ამაზე. თქვენი ჟურნალისტები ხო, რა ვიცი, რამდენ ათეული სიუჟეტი ამაზე მიძღვნილი მხოლოდ თქვენ ტელევიზიის, ასე ვთქვათ, სივრცეში 4 წლის განმავლობაში, ხო? როდის ვსაუბრობდით იმაზე, რომ დროებითი გადახურვა იყო სასწრაფო. ეს სიტყვა სასწრაფო ის კი არ არის რაღაცა 4 წლის მანძილზე იმეორო და ამას შედეგი არ მოყვეს. როდესაც რაღაც არის სასწრაფო, იმის არ გაკეთება იწვევს უარყოფით შედეგს. და უარყოფით შედეგი რაში გამოიხატება? აი ჩვენ ყველას რო ერთად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, სხვადასხვანაირად უყურებთ ამ სიყვარულს. ახლა ამ ქვეყნის ყველაზე ნათელი, ამ ჩვენი ისტორიის ყველაზე კარგი ნათელი გამოხატულება ზიანდება. ამაზე ადამიანს, რომელსაც ხედავს და გული არ დგივა, აი მისი პატრიოტიზმის მიმართ ცოტა დამიტოვეთ უფლება, რომ ეჭვი შევიტანო, ხო? ხო და ეს მხოლოდ ადამიანებს არ ეხება, ადამიანებს თავისი პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ ახლა ვისაც ეს მიბარებული აქვს უშუალოდ გადარჩენისთვის, ვისაც მიბარებული აქვს, ასე ვთქვათ, ზრუნვისთვის, აი ამ რგოლებს რას ვეუბნებით ჩვენ? ახლა ვხედავთ იურიდიულ ნონსენსს. არ არსებობს რგოლი, რომელსაც ჩვენ მოვთხოვთ პასუხისმგებლობას. და ეს გააკეთა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც თვითონ თქვა, რომ მე გელათი აღარ მეხება, არ მიჯერებს საპატრიარქო, გავდივარ მე ამ პროცესიდან
და დანარჩენს, რაც არის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილში, მივხედავ. ჩვენ ნახულობდით, როგორ ხედავდა ის სხვადასხვა შემთხვევებში, მაგრამ გელათიდან თავის გარიდება და მინისტრად დარჩენა ეს იმდენად დიდი ნონსენსია საკანონმდებლო დონეზე, რომ ეს მთლიანად უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან საზედამხედველო, ზრუნველობითი ფუნქციის მოცილებაა პირდაპირ. ხო, კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო რას აკეთებს? თუ კი გელათზე ამბობს უარს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ასევე აქვს პირდაპირი ფუნქციები, შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც სინამდვილეში პირიქით აკეთებს ახლა, ხო? რას აკეთებს თუ კი გელათზე ამბობს უარს, ხო? ანუ ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია, ჩვენ რა გვაქვს გელათზე უფრო მეტი, ყველა გელათზე უფრო დიდი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია. კი ბატონო. ბოლო შეკითხვა ასეთი მინდა დაგისვათ, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რატომ არის დაკეტილი გელათი ვიზიტორებისთვის და როდემდე იქნება დაკეტილი? დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც დიდი სურვილი აქვს მოინახულოს გელათის მონასტერი და დიდი ხანი არ უნახავს, ვიტყვი რომ გამონაკლისის შემთხვევა არსებობს ლიტურგიის ჩატარების მომენტში, როდესაც კვირაობით მაგალითად ჩვენ როდესაც დავდივართ ღია არის მონასტერი, მხოლოდ წირვალოცვისთვის. წირვალოცვა ტარდება წმინდა გიორგის ეკლესიაში. წირვალოცვა უკვე დიდი ხანი აღარ ტარდება გასაგები მიზეზის გამო ძირთად ტაძარში, იმიტომ რომ იქ სტრუქტურა მთლიანად ცი და ინტერიერი მოცულია ხარაჯოების სტრუქტურით. შესაბამისად, იქ დიდი ხანი კიდევ ვერ შედგება წირვალოცვა, ეს ალბათ წლებზე გადაინაცვლებს ეს პერსპექტივა, მაგრამ თუ კი ვინმეს მართლა ეს სურვილი აქვს, რომ გელათი დიდი ხანი არ უნახავს, მოინახულოს, რა ხდება იქ და მე ვიცი რომ ერთი მისვლით იქ ძნელია დაადგინო მთელი ამ პროცესის, ასე ვთქვათ, ანატომია, რა იყო, როგორ იყო, ძნელია ქვემოდან დაკვირვებით, იმიტომ რომ ბევრი რაღაც უკვე შეფუთულია, ბევრი რაღაც აღარ ჩანს. შრეებში, რომელიც სახურავის ქვეშ არის მოყოლილი, საერთოდ ვეღარ გაარკვევ თუ რა იყო ადრე, რა არის ახლა, მაგრამ ყველამ ვიცით კარგად რომ გელათის მონასტერი ახლა მძიმე დღეშია, თუმცა რაც შეეხება ოფიციალურად დახურვას, ოფიციალურად ის ამ დრომდე, როგორც კომიტეტმა თქვა თვეების წინ, რომ მათი რეკომენდაცია იყო რომ გახსნილიყო, იმიტომ რომ მან შეწყდა სამუშაოები გარკვეული პერიოდის წინ, მათ მიმართეს როგორც თავად თქვეს, მე მათ ნათქვამს და მათ დაწერილს ყვები, ადგილობრივ ეპარქიას რომ უკვე დიდი ხნის მანძილზე ისინი აღარ აპირებდნენ სამუშაოების ჩატარებას, ამიტომ შესაძლებელი იყო გახსნილიყო, თუმცა ადგილობრივმა ეპარქიამ იმ მიზეზის მოშველებით, იმ არგუმენტაციით, რომ იქ ეზოში არის ბევრი მასალა დასაწყობებული და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გადაადგილებისთვის საფრთხის შემცველი, არ გახსნა გელათის მონასტერი და ეს უკვე თვეებია იცით რომ დაკეტილია. შესაბამისად პერსპექტივა ამ მიმართულებითაც უცნობია, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვიტყვი რომ ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ კიდევ დიდი ხანი რომ გელათის მონასტრის კარიბჭე დაკეტილი იყოს, თუ კი იქ ნორმალური პროცესი წარიმართება. სამწუხაროდ დღევანდელ მომენტამდე, ამ წუთამდე ამის თქმის რამე საფუძველი ჯერჯერობით სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ არ გაგვაჩნია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო თორნიკე, თქვენ ძალიან ხშირად გამოდიხართ, საუბრობთ გელათის პრობლემებზე. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც თქვენ არ დაგიჯერეს კი არა, პირიქით ჩირქი მოგცხეს, რომ დეზინფორმაციას ავრცელებდით. ეს პერიოდიც კარგად გვახსოვს, მაგრამ თქვენ რეალურად საუბრობდით გელათში არსებულ პრობლემებზე. ანუ ერთ-ერთი ძალიან მცირერიცხოვანი ადამიანებიდან ხართ, ვინც გულწრფელად და სინანულით თავარია რომ შედეგები იქნეს დადებული, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ისტორია შეჭამს, რასაც ახლა ამ რუტინულ პროცესს ვამბობთ ჩვენ, რომ რა დაპირისპირებები ყოფილა, ვის რა პოზიციები გაუჟღერებია, ვისაც ყოფილა კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, მაგრამ თავარია რომ გადავარჩინოთ ჩვენ ის საუნჯე, რომელიც 9 საუკუნისა და აქვე გეტყვი ძალიან დიდ დროს თუ არ წავიღებ, 24 იანვარს 900 წელი ხდება დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში ფიქრობს, რომ დავით აღმაშენებლის იდეური წინაპარია, ეს არის შთამომავალია და დავით აღმაშენებელი არის ერთ-ერთი შემქმნელი ქვაკუთხედისა ამ ქვეყნის დამფუძნებელი საქართველოსი, ხო? ჩვენ უნდა ვხედავდეთ ირგვლივ ცოტა სხვა რეალობას, სხვა მზადებას, სხვა ემოციას ამ კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვადაც ალბათ ისე ჩაივლის, როგორც ჩაიარა 1924 წლის შეთქმულების 100 წლის თავმა, ერთი საუკუნე გავიდა და ჩვენ უბრალოდ ერთი სიტყვაც არ გაგვიგია ამის შესახებ საუბედუროდ. აგვისტოს თვეში. მადლობას გიხდით დედაგემშვიდობებით, მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.